არ გაჭედილია რამატორი და ერთი ჩვენი მეგობარი მოვიდა, მეორე, მესამე და всё, ჭავჭანო რა, короче, უძრავიაო, გაჭედილიო რა. მეთქი ამანქანას ხვალ დავქოქავ და გამოგივლით მეთქი. შანსი არ არის ვერც ლამიშიო ძრავსო, ვერც დაშლიო. ანუ ვერც ააწყობი რა, რომ ბიჭებო მითხეს უყოლავ, всё, ძრავი დაზიანებულია და აუ ეს როდის გაკეთდება, აუ გადავარდი იმაში, გადმოვარდი იმაში. სახში წამოვიყვანე ფარეხში. შენ დაპირდი რომ მეორე დღეს მეორე დღეს გავუვლიდი რა. მეორე დღეს მას ძრავს და უკოქავდი, მოვასმენებ და მანქანას წავატარებ. გითხეს რომ ვერც დაშლი ვერ მოასწრებ და ვერც ააწყობ. მატორი იყო გაჭედილი რა, გამორიცხული იყო რა იმის გაკეთება, მათი აზრით. არა და ძალიან პროფესიონალები არიან, ვიზეს ლაპარაკობ, ჩემი ძმები არიან, მაგრამ რატომღაც მე ჩემის მაქვს ხოლმე რა ქვია რაღაცა. ოპოფები და რომ ვიცი ამას გავაკეთებ. ანუ მივედი აალების ანთლები, ანუ სვეჩები მოვხსენი. ძალიან მარტივს გიყვებით რა. დიზელი ჩავასხი, დავტოვე სადღაც 14 საათი, მერე წავედი ვიყიდე. დიზელი ჩაასხი საათს? ცილინდრებში. ხო, ცილინდრებში. კამერა ვიყიდე, 64 ლარი მივეცი ლეპტოპზე შესაძლებელი კამერა. ხო, ენდოსკოპი. შიგნით შევხედე რომ იყო კოროზირებული, იმიტომ რომ 2019 წლიდან იდგა და მაგძრავებს ჩვევია დგომის შემთხვევაში მიკვრაიცის რა ცილინდრებით. VD40 მივიტანე, გამოვრეცხე და კამერები ჩავაყენე და ნელი ბრუნვით დავქოქე ავტომობილი. ძალიან ჩვეულებრივად დავქოქე. ვისაც შევპირდი ვანახე. არც ნახაზი აქვს გილში, არც ბოლავს, არც რა ვიცი ისა კოლიც ქართულად როგორ არა. მოკლედ, ზეიდეალურად მუშაობს ძრავი. ანუ ნახე, თუ ამ თემაში ეს თემა კარგად იცი, ანუ ამაზე შემიძლია უკვე დისერტაცია დავიწყო რა, იმიტომ რომ იმდენად ამ ძველი მანქანების თემაში, იმდენად 33 წლის დაუკოქავი მუსტანგი ჩამოვიყვანე თავის ხოდით ფოთიდან. ჩემი 1967-იანი.